ყველას მოგესალმებით. მე ვარ რომეო ცენტერაძე და თქვენ იმყოფებით ჩემს YouTube არხზე, სადაც ჩვენ საუბრობთ MMA-ზე. და უფრო კონკრეტულად ძირითადად ქართულ MMA-ზე და ქართულ MMA-ის მებრძოლებზე. დღევანდელი ვიდეოს მთავარი თემა იქნება ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი მებრძოლი ბიძინა გავაშელიშვილი. ბიძინა იმავე დღეს, როდესაც მერაბი დაიცავს თავის ტიტულს შონ ომალის წინააღმდეგ, რამოდენიმე საათით ადრე სლოვაკეთში იბრძოლებს Brave UFC-ს 96 ტურნირზე თუ არ ვცდები ბრაზილიელ მარსიანო ფერეირას წინააღმდეგ. საკმაოდ სოლიდური, ძალიან სოლიდური მეტოქია, მე ვიტყოდი. მაგრამ სანამ მთავარ თემაზე გადავალთ, გთხოვთ და შეგახსენებთ, რომ თქვენი დახმარება მჭირდება, რომ გავზარდოთ ჩემი YouTube არხი, ამიტომ საჭიროა რომ გამოიწეროთ არხი, არ დაიშუროთ მოწონებები ვიდეოებზე და რაც უფრო მეტად იაქტიურებთ თქვენ და დამეხმარებით არხის გაზრდაში, მით უფრო მეტად შესაბამისად მეც ვიაქტიურებ და უფრო ხშირად და უფრო მაღალ ხარისხში მოგაწვდით უფრო მეტი რაოდენობით ვიდეოებს. წინასწარ ყველას გიხდით დიდ მადლობას და გადავიდეთ გავაშელიშვილი. ბიძინა გავაშელიშვილი მე პირველად შევამჩნიე, ნახე 2020 წელს ძალიან ახალგაზრდა იყო, ჯერ კიდევ 22 წლის იყო და ახლა გონი თუ არ ვცდები და ამ ჯერ უკვე ამასაკში უკვე იგი ACA-ში იბრძოდა რუსეთში. ეხა ACA ვინც იცით როგორი ლიგაა და რაც ხდება მან, როდესაც 22 წლის ქართველი მებრძოლი მან იბრძვი და დადებითი რეკორდი გაქვს, ეს არის რავი ორმაგად შტამბეჭდავია რა, მე თუ მკითხავთ. შემდეგ წამოვიდა ACA-დან ბიძინა და კონტრაქტი გააფორმა 2 წლის წინ Brave-თან, დებიუტში მან, დებიუტი დაიწყო ძალიან ხმაურიანად პირველივე ბრძოლაში დაუმარცხებელი დაღესტანელი მებრძოლი იდრისოვი დაამარცხა. იდრისოვს ესეთი სიტუაცია იყო, რომ ამზადებდნენ ტიტულისთვის რა, ბიძინასთვის რომ მოეგო, ეგრევე კამარზე აჩხუბებდნენ და ბიძინამ ესე იგი ჩაშალა მაგათი გეგმები. თუმცა როგორც გითხარით 2 წელია უკვე Brave-ში ბიძინა და პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ 2 წლის განმავლობაში სულ 2 ბრძოლა ჩაატარა. ამას რა თქმა უნდა თავისი მიზეზები აქვს, ძალიან ბევრი მოწინააღმდეგესთან გაუხდა ბრძოლა, ბევრჯერ ჩაეხსნა მოწინააღმდეგე, ძალიან ბევრი პრობლემებია, მოკლედ აი ეს 2 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პრობლემები იყო Brave-თან ბიძინასთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბრძოლა გაუხდა რა, ეხაც ბოლოს თვენახეობის წინ უნდა ებრძოლა და ბოლო წუთზე, 10 დღით ადრე ბრძოლის ჩატარებამდე 10 დღით ადრე მოწინააღმდეგე ჩაეხსნა ბრძოლას და ვეღარ უპოვეს მომდენო მოწინააღმდეგე. ამიტომ რო აგიხსნათ ახლა ბიძინას მდგომარეობა ამ ბრძოლის წინ არის ისეთი, რომ უკვე რაღაც 6 თვეა ემზადება ბრძოლისთვის და ალბათ უკვე ერთი სული აქვს, როდის შევა აი დამული რაღაც გარეული მტაცებელი ვით იქნება ჩემი აზრით ამ ბრძოლაში და ვისაც არ გინახავთ აქამდე მოკლედ რომ გითხრათ ბიძინას ბრძოლა და პირველად ნახავთ ახლა ხო შვიდში მის ბრძოლას დამიჯერეთ, გელოდებათ ძალიან ისეთი სასიაოვნო სურპრიზი. იქიდან გამომდინარე თუ როგორი და ესეთი დინამიკური სტილი აქვს ბიძინას, მაგისი სისწრაფე, მაგისი აგრესია, ფიზიკური ძალა 57 კილოგრამისთვის, ხო? ბიძინას აქვს ძალიან მაგარი ფიზიკურობა, ძალიან ძლიერია ფიზიკურად, ძალიან სწრაფია, ძალიან დიდი პროგრესი აქვს კრივში. რაზეც აუცილებლად კომპლიმენტი უნდა უთხრა მის ერთ-ერთ მწვრთნელს ედო გოგიას, თუ ვინმე მრჩება ძალიან დიდ ბორისს ვიხდით, მაპატიეთ, არ ვიცნობ უბრალოდ სხვებს, მაგრამ ედოს ვიცნობ მაგის მწვრთნელებიდან და ვიცი რომ ძალიან ბევრს მუშაობს ბიძინასთან და მოვიკითხავ აქედან ედოს. და შეხავთ თვითონ ბრძოლას. მოწინააღმდეგე, როგორც გითხარით, ძალიან კარგი ხარისხიანი მოწინააღმდეგეა. დიდად ხელებით არ მუშაობს განსაკუთრებით დასაწყისში, თავიდან აი თქვა მაგალითად მოკრივე რო გამოდის, ვისაც არის კრივზი აქვს უფრო დაფუძნებული თავისი სტილი, გამოდის მაგისი პირველი იარაღი არის ჯები. ეს არის შენი საწყისი იარაღი, ამითი ზომავ დისტანციას, ამითი უყურებ მოწინააღმდეგის რეაქციებს ამა თუ იმ შეტევაზე, ამითი აკეთებ ასე ვთქვათ ნავიგაციასაც რა. და ამ ბიჭისთვის ამ შემთხვევაში ჯები არის მარცხენა ფეხი თავისი. მარცხენა ფეხით უყვარს, წინა ფეხით უყვარს მუშაობა თავიდან, ფრონტ კიკები, ლეგ კიკები, ჰაი კიკები, ცვლის ლეველებს ქვემოთ, შუაში, მაღლა, ისე ქვემოთ და ესე შემდეგ. და შემდეგ რაც შეეხება გრეპლინგს, დგომში ისეთ სასწაული
საფრთხე არ არის თუ კი ბიზნა დაიცავს სწორ დისტანციას გამოვა კიკბოქსის დისტანციიდან და შევა ბოქსის დისტანციაში და არ გაჩერდება კიკბოქსის დისტანციაში წამის მიასედიც კი მაშინ არ იქნება მანდამოის დიდი საფრთხე კრივში გონია რომ ბიზნეს უპირატესობა იქნება ჯერთ იმიტომ რომ უფრო მოკლე ხელები აქვს ჰუკებით უფრო კარგად იმუშავებს და ძალიან მინდა ვნახო ბიზნეს მხრიდან კორპუსში მუშაობა რა ღვიძლში საინტერესო იქნება მაგისგან ამის ნახვა ზოგადად მაინტერესებს პირველ რიგში გარდა იმისა რომ პირადი ურთიერთობა მაქვს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის გულთან ახლოს მიმაქვს ბიზნეს წარმატება და ესე შემდეგ როგორც სპორტსმენი როგორი პროგრესი ექნება ბრძოლიდან ბრძოლამდე ესეც მაინტერესებს ძალიან რა გრეპლინგს რაც შეეხება არის საბმიშენის საშიშროება არის შეუძლია ამის ტკინეულების გაკეთება მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ გავაშელიშვილი ძალიან ძლიერია პარტერშიც ფიზიკურად არის პირველ რიგში ძლიერი პოზიციურადაც მაგისი გაგება პოზიციების და კედელთან მუშაობის თვითონ ღვივდება და უკეთესი ხდება არ ამგონია მოწინააღმდეგეს მიეცეს რამე საბმიშენის საშუალება დავამატო ერთი რაღაცა ზურგის აღებაში არის საკმაოდ კარგი და ძლიერი ბიზნეს მოწინააღმდეგე კარგად პოულობს ზურგს და ეს ერთ-ერთი აი საფრთხე მომენტი იქნება ამ ბრძოლაში რომელსაც თავი უნდა აარიდოს ბიზნესამ თუმცა მეორე მესამე რაუნდში უკვე ეს აღარ იქნება ისეთი ეფექტური მოწინააღმდეგისთვის იმიტომ რომ ის წნეხი და ეს ეწოლა რასაც ბიზნესი აკეთებს ბრძოლაში მოწინააღმდეგის მიმართულებით თავის ეფექტს პოვებს უკვე ბრძოლის განმავლობაში და შემდეგ უკვე მოწინააღმდეგეც აღარ არის ისეთი ეფექტური როგორც ბრძოლის დასაწყისშია მაგრამ აი პირველ რაუნდში განსაკუთრებით უნდა იყოს ფრთხილად განსაკუთრებით კედელთან მუშაობის დროს კლინჩი იმიტომ რომ ზურგს მაგ დროს კარგად პოულობს მაგისი მოწინააღმდეგე მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს უკვე გათვალისწინებული ექნება ბიზნეს თავის წვრთნელებთან ერთად და გამზადებულიც ექნება AMS-ი ასე ვთქვათ საწინააღმდეგო სტრატეგია რა შეეხება ტეიქდაუნებს ამბიჩზე უყვარს ძირითადად გრეკო-რომაული სტილით ზედაწელის კონტროლი და ზედაწელიდან ჩაყვანა კედელთან კონტროლი კედელთან მიყვანა მოწინააღმდეგეს იქიდან ჩაყვანა კვანტის დადება როგორც ქართულად რა კვანტი ქვია მე მგონი და ფეხში როგორც ესეთი ხო ფეხში შესვლის ტექნიკა მანდამაინც ასწავლი არ აქვს აქაც ჩემი აზრით ბიზნა აჯუბებს რა მაგრამ ძირითადი საფრთხე მაინც არის ის რომ ფეხის დისტანციიდან უნდა დაიჭიროს თავის შორს წინა ფეხს არ აქცევს ისეთ ყურადღებას დაცვა არ აქვს წინა ფეხის გადლე კიკები ალბათ საკმაოდ ხელსაყრელი იქნება ბიზნესთვის და ღვიძლში მუშაობა იქიდან გამომდინარე რომ ჰაი გარდი აქვს ამბით ძალიან ხელებს მაღლაწევს და ღვიძლს ტოვებს ძალიან ცარიელს და თქვა თავიდან თუ დაიწყო ბიზნა ღვიძლში მუშაობა როცა შევა რა ახლო დისტანციაში შემდეგ შესვლაზე მე მგონი შეუძლია უკვე მიქსაფი გააკეთოს და უკვე თავში გაუშვას უკები და როგორც მოგეხსენებათ ჩემი გადმოსახედიდან დღესდღეობით MMA-ში კრივის დონე მაინც ესეთი მაღალი არ არის და თუ კი გაქვს კარგი კრივი და სწორად გამოიყენებ ამას ეს ძალიან გამოსადეგი შეიძლება გახდეს მაგრამ საქმე იმაში რომ კრივის თქვა ხო MMA-ში ანუ MMA-ში როგორ არის იცით ერთი სკილი უწყობს მეორე სკილს გაუმჯობესებაში ხელს ანუ რო გახვიდე MMA-ში საბრძოლოდ და მარტო კარგი კრივი გქონდეს სულ სოფლიო დონის კრივი რო გქონდეს თუ ჭიდაობაშიც მაგარი არ ხარ შენ იმ კრივს ვერ გამოიყენებ იმ მიზეზი იმისა თუ რატო იყენებს ილია თოფურია ესე ეფექტურად კრივს ესე მაღალ დონეზე MMA-ში არის ის რომ მას აქვს ძალიან ძლიერი ბაზა ჭიდაობის და ჯიუ-ჯიტსუში რა ზუსტად ეს აძლევს იმის საშუალებას რომ თავისი კრივის იმპლემენტირება გააკეთოს ბრძოლებში ჩემი აზრით ბიზნესაც აქვს ეს ფუფუნება, იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, ძალიან ძლიერია პარტერში. სპროლები, ტეიქდაუნ დიფენსები, დაუნ ბლოკინგი ძალიან კარგი აქვს. ფიზიკურადაც ძალიან ძლიერია, სპესიმენი არის ფიზიკურად. რა 57 კილოგრამში იშვიათად ნახავთ ესეთ ფიზიკურად ესეთ მომზადებულ და ძლიერ მებრძოლს რა. და სწრაფი ხელები აქვს, ძალიან სწრაფი. პრობლემა აქამდე იყო
რაღაც მექანიკები, პატარა ტექნიკური, მაგრამ რაც ედოსთან დაიწყო მუშაობა, მანდაც გამოჩნდა ბოლო ბრძოლაში განსაკუთრებით წინსვლა და დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლაში კიდევ უფრო დავინახავთ უფრო მეტ პროგრესს. ახლა ილიაზე ჩამოვარდა ლაპარაკი. გეტყვით რომ დაუჭი ილიასაც აქვს ბრეივში ნაბრძოლი და ერთ-ერთი ესეთი რაღაცა მინდა გითხრათ. ძალიან მნიშვნელოვანია მებრძოლებისთვის, ქართველი მებრძოლებისთვის, რომ როგორც ილია თოფურიას, როგორი ენთუზიაზმითაც უყურებთ ილია თოფურიას ბრძოლებს და როგორი ენთუზიაზმითაც გულშემატკივრობთ იგივე მერაბს, დვალიშვილს და სხვა ბიჭებს, ვინც UFC-ში არიან, მნიშვნელოვანია რომ იგივე ენთუზიაზმით გულშემატკივროთ და მხარი დაუჭიროთ და გავამხნევოთ ის ბიჭები, ვინც UFC-ს გარეთ იბრძვიან. იმიტომ რომ ესენი არიან ჩვენი გზის გამძლებლები ამ ბიჭების. ის საქმე რაც დაიწყეს დვალიშვილმა, თოფურიამ, ჭიკაძემ, დოლიძემ, ქუთათელაძემ და ასე შემდეგ, ამ ბიჭებმა უნდა გააგრძელონ. ბიძინა იმ ბიჭების სიაშია და ჩემი აზრით ერთ-ერთი მოწინავეა სიაში, ვინც უნდა გააგრძელოს ქართული დროშის ტარება UFC-ში, როდესაც დვალიშვილი და თოფურია დაამთავრებენ თავიანთ კარიერას. ან პარალელურად თუნდაც რა, იმიტომ რომ ახლა თოფურია მაინც ასე თუ ისე ახალგაზრდაა ძალიან რა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ აქედანვე უკვე დავიწყოთ ყურება და აქედანვე უკვე დავიწყოთ ვადევნოთ თვალყური მაგათ კარიერას. იმიტომ რომ მე UFC-ში რომ მოხდება ადამიანი, მე უკვე ადვილია რა თქმა უნდა. მე ყველას უნდა მაგათზე ლაპარაკი, ყველას უნდა მაგათთან სურათის გადაღება და ყველას აინტერესებს მაგათი ნათქვამი, ყველა სიტყვა და ესე შემდეგ და ესე შემდეგ. მაგრამ აქედან იწყება. ილია თოფურია 2019 წელს მე მახსოვს, მე მერაბმა და გიორგი სართანიამ გავაკეთეთ ვიდეოები, რამოდენიმე მებრძოლზე ვიბაზრეთ და ერთ-ერთი მათგანი იყო თოფურია, ილია თოფურია 2019 წელს. მაშინ არავინ არ იცნობდა ილიას საქართველოს, ცოტა იცნობდა ძალიან საქართველოში, მსოფლიოშიც ბევრი არ იცნობდა და ჩვენ ვისაუბრეთ ილიაზე საკმაოდ ვრცლად, მაგრამ ნუ რახან ილია ჯერ UFC-ში არ იყო, არც ქონდა იმ ვიდეოს ისეთი დღეს რო დაგვედო ახლა მე მერაბს და გიორგის ეგ ვიდეო ხო? ილიაზე რაღაც ან ნებისმიერ რაღაც ვიდეო რო ჩაგვიწერა ილიაზე, ექნებოდა ძალიან ბევრი ნახვები, დარწმუნებული ვარ და მოწონებები და ესე შემდეგ და მაშინ დიდი რეაქცია ამას არ მოყოლია და მე კიდევ ერთ უფრო მეც გეტყვით თავის დროზე, როდესაც ილია თოფურია უცნობი მებრძოლი იყო და სამხრეთ ამერიკაში მიდიოდა ხოლმე short notice-ზე საბრძოლველად და ბრეივში იბრძოდა და ესე შემდეგ, თავის დროზე უფრო მეტი სუპორტი, უფრო მეტი მხარდაჭერა მიგვეცა ქართველებს თოფურიებისთვის, ორივე ძმებისთვის, თვითონ ისინიც უფრო ქართული პუბლიკის მიმართ ორიენტირებული იქნებოდნენ დღესაც რა. და აი ესეთი რაღაცები არ უნდა გვეშლებოდეს და არ უნდა მოგვივიდეს. მით უმეტეს რომ დღეს არის იმის საშუალება რომ YouTube-ზე live ჩართო აბსოლუტურად ლეგალურად ბრეივის და უყურო სტრიმს უფასოდ რა მაღალ ხარისხში და ისიავნო ბრძოლებით. და აქედან გამომდინარე რომ იმის თქმა მინდა რომ ვისაც გააქვთ სურვილი რომ მართლა უყუროთ MMA-ს და უგულშემატკივროთ მებრძოლებს, ქართულ მებრძოლებს, იმიტომ რომ ქართული დროშა გააქვს სადღაც და არა მარტო იმიტომ რომ UFC-ში იბრძვის, ამის საშუალება გექნებათ 7 ივნისს ბრეივის YouTube არხზე live-ში რომ გულშემატკივროთ ჩვენს ძმას, ჩვენი ქვეყნის შვილს, ღირსეულ შვილს და ძალიან ძლიერ და შთამბეჭდავ მებრძოლს ბიძინა გავაშელიშვილს. მადლობა ყურადღებისათვის, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, არ დაიშუროთ მოწონებები, კეთილი სიტყვები და მხარდაჭერა და ასე შემდეგ და მომავალ შეხვედრამდე. კარგად გრძანდებოდეთ.